თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიო. სიტყვაიესე, მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, იუტოდენ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვანაღებად რაისამე სახლისაგან თვისისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე უკუნიქცევინ კვალად აღებად სამოსლისა თვისისა, 24, 16, 18. პირველად თქვა ბოროტთა მათთვის, რომელნი მოწევნად იყვნენ ქალაქსა მას ზედა, მერმე წარმოთქუნა განსაცდელნი იგი, რომელ შემთხვევად იყვნენ მოციქულთა და ვითარ უძლეველყოფად იყვნენ და ყოვლისავე სოფლისა ეგულებოდა მოვლა იქადაგებითა მით საღმრთოითა. ხოლო 10 კვალად ბოროტთა მათ ჰურიათა ზედა მომავალთა იტყვის, რაითა საცნაურყოს ვითარმედ, ოდეს მოციქულნი ბრწყინვიდან ყოველსავე სოფელსა მოძღვრებითა საღმრთოითა, მაშინ ჰურიანი უკუანა ისკნელთა ჭირთა და ბოროტთა შინა იყვნენ. და იხილე ვითარ გამოაცხადებს სიძნელესა მის ბრძოლისასა და იტყვის, მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, იუტოდენ მთად. ესე იგი არს, ოდეს ესე ყოველი იქმნებოდის, ოდეს საძაგელი იგი მოუხრებისაი და ადგეს ადგილსა წმიდასა, რომელ არიან მხედრობანი იგი უესპასიანეს და ტიტესნი, მაშინ ძლიერად იუტოდეთ, რამე თუ აღარა არს თქვენ და სასოებაი ცხოვრებისაი. ესე ამისთვის თქვა, რამე თუ პირველცა იქმნა მათზე და მრავალგზის მოწევნა იმ ბრძოლთაი და კვალად განძლიერდეს, ვითარ იგი სენაქერიმისზე და ანტიოხოზისზე, რამე თუ მაშინცა მოუხდეს მხედრობანი და დაიპყრეს ტაძარი. არამედ აღდგეს მაკაბელნი და მოაქციეს საქმე თვისი უმჯობესად. ხოლო რაითა არ აღგონებდნენ, თუ აცცა ეგრეთვე ყოფად არს, ამისთვის ესე ვითარსა სასოებასა ყოველსავე მიუღებს და ეტყვის, ვითარმედ, ამას ოდენ ეძიებდინ კაცადი, რაითა შიშველი განერეს. ამისთვის ერდოთა ზედა მდგომარესაც არა აწვევს გარდმოსვლა და აღებად სახლისაგან სამოსელსათვისა ანუ სხვასა რასმე, რაითა ამით ყოვლითა სიმძაფრე იგი ჭირთა იმათ მოასწავოს და დაუსრულებელობაი განსაცდელთაი. ამისთვის აგარ აქ სამყოფთა ამცნებს არა მოგცევა და აღებად სამოსლისა თვისისა. რამე თუ ვინაითგან შინა მყოფთა ოხმს სიუტოლაი, გარეშეთა ვითარ ეგების ყოვლადვე შესვლა იღა ქალაქად. ამისთვის შესძინა და თქვა, წახარებაი, ხოლო ვაი მიდგომილთა და რომელნი აწვევდნენ მათ დღეთა შინა, 24:19. თარგმანი, მიდგომილთა, ამისთვის რამე თუ ვერ ძალუც ადვილად სიუტოლა იტვირთითა მით მიდგომილებისაითა დამძიმებულნი, ხოლო რომელნი აწვევდნენ, ამისთვის რომელ შეპყრობილ არიან სიყვარულითა მით და წყალობითა შვილთა მათ მწოვართაითა, დატევებად მათა ელმის და წარყვანებად ვერ ძალუც, რამე თუ საფასეთა უგულებოს ყოფაი ადვილ არს, ხოლო ბუნებითა მათ საქმეთა ვერ ვინ თანაწარ ხდეს. ვითარ ეგების მიდგომილისა სუბუქ ყოფაი. ანუ რომელი აწვევდეს ვითარ შეურაცხყოს ნაშობი იგითვისი. ამისთვის ვაებაი არს ორთა დავეჟამსა მას სიუტოლისა და ჭირისასა. კვალად გამოაჩინებს სიმძაფრესა მას განსაცდელისასა და იტყვის, წახარებაი, ილოცევდით, რაითა არა იყოს სიუტოლაი თქვენი ზამთარსა შინაგინა შაბათსა. რამე თუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამდე, არც აღა ყოფად არს 24, 20, 21. თარგმანი, ხედავა, რამე თუ ჰურიათა მიმართ არ სიტყვა იმისი და ბოროტთა მათთვის მათზე და მოწევნათა წარმოიტყვის. რამე თუ არა თუ მოციქულთა ეგულებოდა შაბათისა მარხვაი არცა მომყოფაი, ოდეს იგი უესპასიანე და ტიტე ქალაქსა მას ბრძოდეს, რამე თუ მაშინ უმრავლესნი მოციქულთაგანი აღსრულებულიყვნეს და რომელნიცა სოფელსაღა შინა იყვნეს, სხვათა ქვეყანათა იქცეოდეს და არა იერუსალიმს. ამისთვის საცნაურ არს ვითარმედ არა მოციქულთათვის არ სიტყვა ესე, არამედ ჰურიათათვის. ხოლო რაისათვის თქვა ზამთარი და შაბათი?
ზამთარი ამისთვის, რამე თუ ძნელ არს ჟამსა ზამთრისასა სიუტოლაი, და შაბათი ამისთვის, რამე თუ წესი იგი სჯულისაი არა შეუნდობდა დღესა შაბათისასა სლუად. რამე თუ ვინაითგან სიუტოლაი ჯერ არს მსწრაფლი ჟამსა მას, ხოლო ორივე ესე დამახრწეվել არს ზამთარიცა და შაბათიცა ილოცეთ, რაითა არა ესევით არი რაი შეგემთხვევს დაყენებაი, არამედ დაუხრწეველად უძლოდ სიუტოლად. ხოლო სიტყვასა ამას, რომელი თვის, თუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით, არცაღა ყოფად არს, ნუ ვინ გონებს, თუ უმეტეს ზომისა თქმულ არს, ანუ თუ არა ესრეთ იქმნა ჭეშმარიტად. არამედ აღმოიკითხენ იოსიპოსის მიერ აღწერილი და ცნას ჭეშმარიტებაი. რამე თუ ამას ვერ ვინიტყვის, თუ მორწმუნე იყო კაცი იგი და ნებსით აღაორძინა მოწევნულთა მათ ჭირთა თხრობაი, რამე თუ ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმეთ ჰურია იყო და სრულიად ჰურიაი და მოშურნე მამულთა მათ წესთა მათთაი. ისმინეთ უკვე, რასა იგი ითხვისთ. ყოველსავე თხრობასა განსაცდელთასა და ყოველსავე სიტყვასა სძლევს ბოროტთა მათ სიმრავლე, და ბრძოლა ესევით არა რომელსა სადავე ნათესავსა ზედა მოწევნულ არს, ვითარ იგი ქალაქსა მას იერუსალიმსა და ერსა მას ზედა ჰურიათასა მოიცია. რამე თუ ესოდენი იყო სიყვმილი ვიდრეღა დედანიშვილთა თვისთა ჭამისათვის ურთიერთას ხდებოდეს და ხორცსა მას ზედა ნაშობთა თვისთასა ბრძოლასა იქმოდეს, რაითა არავინ მის დაცოს, არამედ თვით ჭამონ, და საშონი იგი რომელთა შვეს, ნაშობთა მათთა საფლავ იქმნებოდეს, და სხვანი გვამებსა მკვდართასა დაყროლებულსა დაჰბძარვიდეს და საზრდელად იხუმევდეს. და ყოვლით კერძო საწყალობელ და საწყინო არს განსაცდელთა მათ აღწერაი და წარმოთქმაი. ამას ყოველსა და სხვასა უმრავლესსა იოსიპოს წარმოითქვის, რამე თუ მონიყო იგი მაშინ იერუსალიმს შამსა მას ბრძოლისასა და აღწერნა ბოროტნი იგი მათ ზედა მოწევნულნი. და იტყვის ვითარმეთ 300 ბევრი მამაკაცი მოსწყდა ჰურიათაი მაშინ, რომელნი სიყვმილითა წარწყდეს, სხვანი ურთიერთას ბრძოლითა მოწყდეს შეყენებასა მას ქალაქისასა, და სხვანი ხრომთა მიერ, რომელნიმე მახვილითა მოისრნეს, და რომელნიმე ცეცხლითა დაიწუნეს. ხოლო ახოვანი მათნი და წარჩინებულნი ხრომეთ წარივლინეს უბანთა ზედა განსაკიქებელად და ცხენთა სარბიელსა შინამხეცთა საჭვლად მიეცნეს წინაშე ყოვლისა ერისა. ხოლო ყრმანი, რომელნი უმეტესად 17 წლისა იყვნენ, განიბნინეს მრავალთა ქალაქთა და სოფელთა მოსაწყვეტელად ცხენთა სარბიელსა შინამახვილითა და მხეცთა მიცემითა, ხოლო რომელნი უდარეს იყვნენ 17 წლისა, იგინი ოდენ მონად და ტყუეთ წარიყვანეს და განიყიდნეს უცხოთესლთა ნათესავთა შორის, და რიცხვი მათი ავიდა 9 ბევრად, რომელნი მონად და ტყუეთ განისყიდნეს. აც უკვე ვფრქვათ ჰურიათა, რაისათვის მოიწია თქვენზე და ჰოი უბადრუგნო, ესოდენი იგი და ესევით არის ზეგარდამორი სხვაი, უფიცხესი ყოველთავე რისხვათა, ოდესვე მოწევნულთა არა ხოლო თუ ჰურიას ტანსაზე და არამედ ყოველსა სოფელსა. რამე თუ არასა და ვისახსოს ესევით არის სხვასა ნათესავსა ზედა მოწევნული. არა საცნაურ არსა და ცხად ვითარმეთ კადნიერებისა მისთვის და უშჯულოებისა, რომელა ჩვენეთ მეუფესა და უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს და შემჩვალეთ იგი ჯუარსა? დაღაცა თუ თქვენ არა შეიწამოთ, ყოველი სოფელი წამებს და ჭეშმარიტება იგი საქმეთა იხმამაღლად ღაღადებს, რამე თუ ჭეშმარიტად არცა პირველ, არცა უკუანა ისკნელ უძლოს ვინ თქმად, თუ მოიწია სხვასა ნათესავსა ზედა ესევით არის ბოროტი. და ესე ღირსად იქმნა და სამართლად, რამე თუ არცა სადა იპოვა კაცთა ნათესავსა შორის ესრეთ უკეთურებისა და უშჯულოებისა მოქმედი, ვით არის იგი ჰურიათა. ამისთვის უძვირესი ყოველთა შეემთხვია მათ, ვით არცა ესე რა მოასწავებს უფალი და იტყვის. წახ არებაი, რამე თუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.
და უკვე თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდნენ დღენი იგი 24, 21, 22. თარგმანი გამოაჩინებს ვითარმედ უძვირესთაცა ბოროტთა ღირს იყვნენ. ხოლო დღეთა მათ იტყვის ბრძოლისათა. და ესრეთ გულისხმად ყავთ თქმული ესე ვითარმედ, უკვე თუმცა უმეტესთარე დღეთა განგრძდა ბრძოლა იგი ჰრომთა ჰურიათა მიმართ, ყოველივემცა ნათესავი ებრაელთა იწარწყმდა, რამე თუ ყოველი ხორციელი ამას ადგილსა ჰურიათა ნათესავისათვის თქვა. ვითარმედ უკვე თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი ბრძოლისანი, არამცა განერა ყოვლადვე ერთიცა ხორციელი ებრაელთა ტომისაი. რამე თუ ესოდენ განძვინდა მათზე და რისხვაი კეისრისაი, რომელ არა ჰურიასთან შინა მყოფთა ხოლო, არამედ სხვათაცა ქვეყანათა, სადაცა ტომისაგან ებრაელთა ისა იპოვის, დევნაი და მოწყვე დაიებრძანა. ხოლო ვინაიდან ქალაქი გამოიღეს და აურაცხელი იგის რვა იქმნეს, და აცხროს ბრძანება იგი სხვათა სოფელთა მყოფთა ჰურიათა მოწყვედისაი. ამისთვის იტყვის ვითარმედ, რჩეულთა მათთვის შემოკლდნენ დღენი იგი. რჩეულად იტყვის მორწმუნეთა, რამე თუ მრავალნი მოქცეულიყვნას ქრისტესა ერისა მისგან ჰურიათა ისა და მათთვის შემოკლდეს დღენი იგი ბრძოლისანი, რაითა არა შეემთხვიოს მათ ძვირი. და მიზეზითა მით მორწმუნეთა ითა მრავალნი ურწმუნონიცა დაშთეს განთესულნი სხვათა სოფელთა. ხოლო უკვე თუმცა არა რჩეულთა მათთვის შემოკლებულიყვნეს დღენი იგი, არცა თუ ერთიმცა ჰურიათაგანი განრომილიყო. ამისთვის იტყვის ვითარმედ, რჩეულთა მათთვის შემოკლდნენ დღენი იგი, რაითა არა იშიშვოდინ მოციქულნი, თუ მათთანავემცა მოსწყდეს, არამედ ცნან ვითარმედ უფრო ისღა მორწმუნეთა მიერ მათგანიცა მრავალნი დაშთებიან, არა თუმცა ესენი მათ ძლით წარწყმდეს. ამათ ესე ვითართა სიტყვათა მიერ გულისხმა ვოყო, ვითარმედ ძუელისა მის შჯულისა წესნი ყოველნი დახსნად არიან. რამე თუ ვინაიდან ტაძარი და ქალაქი დაირღვევის და მოლოდება შენებისაი აღარ არს, საცნაურ არს, ვითარმედ შჯულისაცა წესნი დაიხსნებიან, გარნა ესრეთ განცხადებულად ესე არა თქვა, არამედ წინამდებარითა მით სიტყვითა მოასწავა. ხოლო თქვენ იხილეთ, ძმანო, განგებულება იგისულისაც მიდისაი, ვითარ იოანე არ არა აღწერა ამისგანი, რაითა არავინ თქვას, თუ იპოვა ჟამსა მას ბრძოლისასა და ამისთვის აღწერა. რამე თუ შემდგომად წარტყვენვისა მის იერუსალიმისა მრავალთა ჟამთა იქცეოდა მახარებელი იოანე სოფელსა შინა, გარნა არ არა აღწერა ამის პირისათვის თქმულთა სიტყვათაგანი, არამედ მათე და მარკოს და ლუკა აღწერეს, რომელნი იგი პირველ წარტყვენვისა მის და მოოხრებისა იერუსალიმისა აღესრულნეს და არა ეციფნეს ხილვად საქმისა მის, რაითა ყოვლით კერძო ბრწყინვიდეს წინა ის წარმეცნიერებაი და მოსწავებაი ყოფადთა იმათ უფლისა მიერ, რაითა ვერცა ერთი სიტყვაი აქუნდეს ურწმუნოთა თქმად. აქამდე ხო სიტყვაი მოოხრებისათვის იერუსალიმისა უფალმა და ამიერიდან იწყებს სასწაულთა მეორედ მოსვლისათვის ისა უწყებად მოციქულთა და ყოველთა მორწმუნეთა და იტყვის. წახარებაი, მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა აქ არს ქრისტეი, გინა იქი ნუ გრწან. რამე თუ აღდგენ ქრისტემ მტყუარნი და ცრუწინა ის წარმეტყველნი და ყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკვე თუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესე რა წინა ისწარ გარქუ თქვენ. უკვე თუ გრქვან თქვენ, უდაბნოსა არს ნუ განხვალთ, აჰა ესე რა საუნჯეთა შინა არს ნუ გრწან. რამე თუ ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსვლა იძისა კაცისაი. რამე თუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები, 24, 23, 28. თარგმანი, პირველითგანვე ორისა ამის პირისათვის კითხეს მოციქულთა,
მოოხრებისათვის იერუსალიმისა და მეორედ მოსვლისათვის უფლისა. რამე თუ ოდეს იგი მოუხდეს და უჩვენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა და თავად მან მიუგო ვითარმეთ, ამენ გეტყვით თქვენ, არა დაშთეს აქ აქვეიქვასაზე და ვიდრემდე ყოველი დაირღვეს, მერმე, დაჯდა რა იმ თასაზეთისხილისასა მოუხდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს. მითხარ ჩვენ, ოდეს იყოს ესე ყოველი, ესე იგი არს ოდეს იყოსო რომელ ესე ვითარნი საქმენი იქნეს მცა რომელ აქ აქვეიქვასაზე და არა დაშთეს, და რაი არს სასწაული შენისა მის მოსვლისაი და აღსასრულია მის სოფლისაი. ხოლო უფალმან მოოხრებისა მის იერუსალიმისა და წარწმედისათვის ერისა მის ფურიათაისა და დარღვევისათვის ტაძრისა მიუთხრა რა ოდენჯერ იყო და ამასზე და დაასრულა სიტყვა იგი ვითარმეთ, რჩეულთა მათთვის რომელ არიან მორწმუნენი, შემოკლდნენ დღენი იგი. ამიერიდან იწყებს მეორედ მოსვლისათვის ისათვის თხრობად, მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა აქ არს ქრისტე გინა იქი ნუ გრწან. ოდეს მაშინ გულისხმა ყავ კეთილად, რამე თუ ვითარცა მრავალგზის მithქვამს, ამას ადგილსა ესე სიტყვაი, თუ მაშინ არა შედგომილებასა მოასწავებს ზემოთქმულთასა. რამე თუ სადა შედგომილებასა მოასწავებდა, თქვა, ხოლო მეხსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთა ისაო. მათი 24:29 ხოლო აქა არა ესრეთ, არამედ აღასრულა რა იპირი იგი იერუსალიმისა მოოხრებისაი, შეუდგინა და თქვა მაშინო. არა თუ მაშინ ოდეს იერუსალიმი მოოხრდეს, არამედ ოდეს ჟამი იგი მოვიდეს, ოდეს აღესრულებოდის, რომელსა ეგულებისაც თქმად. ეგრეთვე სახეთ დაწყებასა სახარებისა საქმნა მახარებელმან რამე თუ წარმოთქვა შობა იესუისი ქალწულისაგან და მოსვლაი მოგუთაი და შთასვლაი უფლისაი ეგვიპტეთ და კვალად მიერ აღმოსვლაი და სიკვდილი ჰეროდესი და მეხსეულად დაურთო და თქვა, მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. მათე 3:1 ხოლო იგი შემდგომად 30 წლისა მოვიდა. ამისთვის საცნაურ არს ვითარმე და არა თუ. მათ დღეთათვის თქვა, ოდეს უფალით შვილღა იყო, არამედ იგი თხრობაი აღასრულა და მერმე თქვა, მათ დღეთა შინაო, ოდეს იგი იქნა მოსვლა იოანესი. ეგრეთვე ამას ადგილსა ჟამსა მას, რომელი ყოფად იყო შორის იერუსალიმისა წარტყუენისა და ყოვლისა სოფლისა აღსასრულისა, თანაწარხდა და იტყვის ჟამისა მისთვის, რომელი ყოფად არს მცირედ პირველ აღსასრულისა, მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი ნუ გრწან. პირველ ყოვლისა ამას განაკრძალებს, რამე თუ ვითარცა იგი მოციქულთაზე მრავალნი მაცთურნი გამოჩნდეს, ვითარცა იტყვის ვითარმეთ, მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და მრავალთა აცთუნებდნენ, მათე 24:5. ეგრეთვე პირველ მეორედ მოსვლისა უფლისა მრავალნი მაცთურნი გამოჩნდებიან, უძვირესნი პირველ გამოჩინებულთა მათ. ამისთვის განაკრძალებს მორწმუნეთა და აუწყებს სახესათვის ისა მის დიდებულისა მოსვლისასა და იტყვის ვითარმეთ, არა თუ ვითარ ესე პირველსა მას მოსვლასა ბეთლემს ვიშევ და ვიქცეოდი ერთსაყურესა სოფლისასა უცნაურად მრავალთაგან. ეგრეთ იქმნების მეორეცა იგი მოსვლაი ჩემი, არამედ განცხადებულად ყოფად არს იგი და დიდებითა დიდითა, და არაც სახმარ არიან მაუწყებელნი, რაითამცა იტყოდეს, თუ აქ არს ქრისტე ანუ იქი, რამე თუ ვითარცა ელვაი რაი გამოჩნდის მზის აღმოსავალით და ჩან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს ბრწყინვალედ. დიდებით მოსვლა იძისა კაცისაი. ამისთვის ნუ ისმენთ მათსა, რომელნი გეტყოდინ, თუ აჰა აქ არს ქრისტე, გინა იქი ნუ გრწან მათი. სახარებაი, რამე თუ აღდგენ ქრისტემ მტყუარნი და ცრუწინა ის წარმეტყველნი და ყოფდნენ სასწაულებსა დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკვე თუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ 24:24.
თარგმანი, ამით სიტყვითა ანტესთვის იტყვის და მოასწავებს სხვათაცა ვიეთმე მსახურთა და თანაშემწეთა მისთა, რომლისათვის იტყვის პავლეცა მოციქული ესრეთ, რა ჟამს გამოჩნდესო კაცი იგი უშჭულოებისაი, შვილი იგი წარსაცქმეделისაი. ხდომი იგი და განლაღებული ყოველთაზე და რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინას სამსახურებელად, ვითარმე დაცაჯდეს იგი ტაძარს ამას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსათვისა, ვითარცა ღმერთი. მეორე თესალონიკელთა მიმართ 2:3-4 და მერმე იტყვის, მაშინ გამოჩნდესო უშჭულოი იგი, რომელი იგი უფალმა ნახოცო სულითა პირისა მისისაითა და განაქაროს გამოჩინებითა მით მოსვლისა მისისაითა, რომლისა იგი მოსვლა გარს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუილისაითა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაითა წარწმედულთა მათ შორის. მეორე თესალონიკელთა მიმართ 2:8 ამისთვის უფალი განგვაკრძალებს და იტყვის, უკვე თუ გრქვან თქვენ, უდაბნოსა არს ნუ განხვალთ, ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ 24-26. არა თქვა თუ მივედით იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ ყოვლადვე ნუ მიახლებითო ნუცა მიხვალთ მისა, რამე თუ დიდი იყოს მაშინ საცთურისა სწავლებითა მით და ნიშებითა ტყუილისაითა. უკვე თუ გრქვან თქვენ, აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს. გამოაცხადა ამით სიტყვითა, თუ ვითარი ყოფად არს მოსვლა იმაც თურისა იმის, ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად გარეშე ნიშებისა მის ტყუილისა და საოცრად ჩვენებულისა და მერმე გულისხმა გვიყოფსთვის, ამას მოსვლასა ვითარცი იყოს. ვითარცა ელვაი რაი გამოჩნდის მზისა მოსავალითო და ჩან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსვლა იწისა კაცისაი. 24-27. ხოლო თუ ვითარ ჩან ელვაი, ყოველთა მიერ საცნაურ არს. არა უხმს მაუწყებელი არცა ქადაგი, არამედ გამობრწყინდეს რა იწამსა შინა თვალისასა, უჩვენებს ყოველთა ელვარებასათვისა, სახლთაცა შინა მყოფთა და საუნჯეთა შინა მსხდომარეთა. ეგრეთ იყოს დიდებული იგი მოსვლაი ქრისტესი და ფრიად უმეტეს და უბრწყინვალეს ელვასა, მეხსა შინა ყოველთა იხილონ და განკვირდენ. და კვალად სხვასაც ამოგუცემს სახესა, სადა არ ნძორი, მუნცა შეკრბის ორბებიო 24-28. ამით სიტყვითა სიმრავლესა მას მოასწავებს ანგელოზთასა, მოწაფეთა და ყოველთავე წმიდათასა, რომელნი შეკრებად არიან წინაშე მისა, მორაივიდეს დიდებითა მით გამოუთქმელითა. მერმე იტყვის დიდებულთა მათ და მიუთხრობელთა საკვირველებათა. წახარებაი, ხოლო მეხსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთა ისამზე დაბნელდეს და მთოვარე მან არა გამოსცეს ნათელი თვისი და ვარსკვლავნი დამოცვიენ ზეცით და ძალნი ცათანი შეიძრნენ 24-29. თარგმანი, რომელთა დღეთა ჭირსა იტყვის, ანტესა და ცრუწინაის წარმეტყველთა მისთასა, რამე თუ დიდი ჭირი ყოფად არს მაშინ, სიმრავლესა მას შინა მაცთურთასა, გარნა არა მყოვარ ჟამი იყოს ჭირი იგი, რამე თუ უკვე თუ ბრძოლა იგი ჰურიათა ირჩეულთა მათთვის შემოკლდა, არა უმეტესა დღე ესე ვითარი იგი განსაცდელი შემოკლდესა რჩეულთათვისვე. რამე თუ მეხსეულადო შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთა ისამზე დაბნელდეს და შემდგომი ამისი. რა ჟამს მაცთურთა მათსაც თური განეფინოს და მორწმუნენი ჭირსა შინა იყვნენ, მეხსეულად იქნას დიდებული იგი მოსვლაი უფლისაი და საცთური იგი განქარდეს, რამე თუ დიდი შფოთი ყოფად არს მაშინ სოფელსა შინა. ამისთვის შეამოკლებს უფალი ჟამსა მას და განაქარებს საცთურსა მოსვლითა თვისითა. ხოლო უწყითა ვითარ იქნების მოსვლა იგი მისი დიდებული. შეიცვალების სახეი ამის სოფლისაი, რამე თუ მზეი დაბნელდების, არა თუ უჩინო იქნების, არამედ იძლევის და დაიფარვის ნათლისა მისგან მოსვლისა უფლისა და ვარსკვლავნი დამოცვიენ, რამე თუ რადგას სახმარ არიან იგინი, ვინაითგან ღამე არღარა არს.
და ძალნი ცათანი შეიძრნენ სამართლად და ჯეროვნად შეიძრნენ განკვირვებისაგან, იხილონ რა ესოდენი შეცვალებაი. რამე თუ ოდეს იგი იქმნეს ვარსკვლავნი, შეძრწუნდეს და განკვირდეს, ვითარცა იობსა შინა წერილ არს, ოდეს იქმნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მეხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნიო იობ 38:7 ეტყვის უფალი იობსა. უკვე თუ მაშინ შეძრწუნდეს და განკვირდეს, არა უფრო ისად განკვირდენა, ოდეს ხედვიდან შეცვალება საყოვლისასა. და მათ თანამონანი კაცნი განიკითხოდინ და ყოველივე სოფელი წარდგომილიყოს წინაშე საშინელისა მის სამსჯავროისა და ყოველთავე რომელნიცაა და მისითგან მუნჟამადნდე მეორედ მოსვლისა უფლისა იყვნენ კაცნი, მოეხადებოდი სიტყვაი საქმეთა მათთაი. ამას ყოველსა ზედა ვითარ არა შეძრწუნდნენ და შეიძრნენ დიდითა განკვირვებითა. სახ არეებაი, მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაი ცათაშინა 24:30. თარგმანი, სასწაული ძისა კაცისაი არს პატიოსანი და ცხოველს მყოფელი ჯვარი, რომელი იგი მაშინ გამოჩინებად არს, უბრწყინვალეს არს მზის თვალისა, რამე თუ იგი დაბნელდების, ხოლო ესე ბრწყინავს, ესოდენ უმეტეს იყოს ნათელსა მზისასა ბრწყინვალება იმისი. ხოლო რა ისათვის გამოჩნდების სასწაული იგი ჯვარისაი. რაითა სრულიად სირცხვილეული ქმნენ და პირი დაეყოს უშჭულოთა ჰურიათა და რაითა ვიხილოთ ყოველთა კაცთა სახე იგი სიკვდილისა მისისაი, რომელი ჩვენთვის თავს იდვა, წყლულებანი იგი და სიკვდილისა ყვედრელი და შეურაცხი. ამისთვის ჯვარითა მოვალს ქრისტე განკითხვასა მას, რაითა დიდად განმართლდეს სასჯელი მისი. სახ არეებაი, მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი 24:30. თარგმანი, იტყებდნენ უშჭულონი და ცოდვილნი, ოდეს იხილონ ჯვარი და წარდგებოდინ განკითხვად, რამე თუ არა სახმარიყოს მაშინ შემასმენელთა ძიებაი და მოწამეთაი, არამედ კაცადითვისი შემასმენელი და შემწამებელი იყოს. და იტყებდნენ ცოდვილნი, ოდეს იხილონ, რომელ უფალმან თავს იდვა სიკვდილი ჯვარითა, რაითამცა იგინი აცხონა, და მათ არა ინებეს სარგებელი იგი დიდი. იტყებდნენ ჰურიანი, რამე თუ ჯვარს საცვეს, რომლისა თაყვანის ცემაი თანაედვა შიშით და ძრწოლით. იხილეა, ვითარ გამოსახა საშინელად მეორედ მოსვლა ითვისი. ვითარ განაფრთხნა გონებანი მოწაფეთანი, რაითა აქუნდეს ნუგეშინის ცემაი დიდი და იცოდი, თუ რაოდენითა ბრწყინვალებითა გამოჩნდების მაშინ. სასწაული ჯვარისაი და არა სირცხვილ უჩნდეს ჯვარცუმა იმისი, არცა იგლოვდნენ. ვითარცა სხვასა ადგილსა იტყვის ვითარმეთ, იხილონ, რომელსაცა უგუმირეს. ზაქარია 12:10 ამისთვის იტყებდნენ ჰურიანი, იხილონ რაი ვითარმეთ ესე იგი არს, რომელსა უგუმირეს ლახურითა ჯვარსა ზედა. ხოლო ახსენა რაი ჯვარი მეხსეულად თქვა. სახ არეებაი და იხილონზე კაცისაი, მომავალი ღრუბელთა თანაცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა 24:30. თარგმანი, ვითარმცა ეტყოდა თუ ვინაითგან ჯვარი ვახსენე, ნუ ჰგონებთ, თუ კვალაცა შესაწუხებელი რაიმე ყოფად არს, რამე თუ იხილონზე კაცისაი მომავალი არა ჯვარსა ზედა, არამედ ღრუბელთა ზედა, ძალითა გამოუთქმელითა და დიდებითა მრავლითა. ვითარ სახედ ამაღლდა მთიცეთის ხილთაით, ეგრეთვე სახედ მოვიდეს ღრუბლითა, დიდითა მით დიდებითა. ხოლო ჯვარი წინაშე უვიდოდის, რაითა იხილონ უშჭულოთა მათ და თავით თვისით დაისაჯნენ და იტყებდნენ. გარნა არა აქამდინოდენ იქმნების ჭირი მათი, არამედ ტყება იგი იქმნას, რაითა თვით მათვე დასაჯნენ თავნითვისნი. ხოლო შემდგომი ამისი ისმინეთ, რასა იტყვის უფალი, ისმინეთ ყოველთა და გულისხმად ყავთ.
წახარებაი, მაშინ წარავლინეს ანგელოზნი თვისნი საყვირითა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნი თვისნი ოთხთაგან ქართა კიდით განცისაით ვიდრე კიდედნდე მათა 24-31. თარგმანი, ხოლო შენ ოდეს ესე გესმას, მორწმუნეო, ვითარმედ რჩეულთა მათ შეჰკრებენ ანგელოზნი, გულისხმა ყავდა შთომილთა მათ ჭირი და ტანჯვაი, პირველად იხილონ რაი მომავალი უფალი იტყებდნენ, მერმე, განირჩინენ რაი და განეშორნენ რჩეულთაგან, ესე მეორე განსაცდელი. ხოლო დაშთომილნი იგი სატანჯველად მიეცემიან. ჰოი უკუანა ისკნელი იგი წარწყმედაი. და ვითარცა იგი ზემოთ თქვა ვითარმედ, არღარა მიხილოთ მე ამიერითგან ვიდრემდეს თქვათ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა, მათე 23-39 ეგრეთვე აქა თქვა, მაშინ იტყებდენო ტომნი ქვეყანისანი, რომელთა არარაი მოიგეს ნაწილი ზეცისა კეთილთაი, არამედ იყვნას ყოვლით ურთმიცა და ქვეყანისა საქმეთა დამონებულ. რამე თუ ვინაითგან წარმოუთხრა ბრძოლანი იგი ბოროტნი და ტყვეობანი, რომელნი შემთხვევად იყვნას ფურიათა და რაითაცნან, ვითარმედ აქაცა ძვირი შეემთხვიოს და მონიტანჯნენ, ამისთვის თქვა ვითარმედ, იტყებდნენ და რჩეულთაგან განეშორნენ და მიეცნენ გეჰენიასა ცეცხლისასა. ამათ სიტყვათა მიერ მოწაფეთა გულს მხიარულ ყოფს, რაითაცნან რაოდენთა ბოროტთაგან იხსნებიან და რაბამთა კეთილთა მიემთხვევიან. ხოლო ვინაითგან ესრეთ ცხად და ბრწყინვალე და დიდებულ არს მოსვლა იმისი, რაისათვის ანგელოზთაღა მიავლენს წოდებად რჩეულთა მათ. ესე ამისთვის, რაითა უმეტესად პატივს სცეს მათ ამიცა სახითა. ხოლო პავლე იტყვის ვითარმედ, ღრუბლითა აღიტაცნენო. პირველი თესალონიკელთა მიმართ 4:17 უკვე საცნაურ არს ვითარმედ ოდეს იგი საყვირსა დაეცეს და მკვდარნი აღდგენ, მაშინ რჩეულნი იგი შეკრიბნენ ანგელოზთა, ხოლო შეკრებულნი იგი ანგელოზთა მიერ აღიტაცნენ ღრუბელთა. და ესე ყოველი მეხსა შინა იქმნას წამსა თვალისასა, რამე თუ არა თუცათა შინა მჯდომარე მიუწოც მათ, არამედ თავადი გარდა მოხდეს სეცით საყვირითა ღმრთისაითა, პირველი თესალონიკელთა მიმართ 4:16 ვითარცა მოციქული იტყვის. ხოლო რასა მოასწავებს ხმა იგი საყვირისაი. აღდგომასა და სიხარულსა და გამოჩინებად საკვირველებისა მის მათ საქმეთაისა და შესაწუხებლად ქვედა შთომილთა მათ. სწავლაი ოდღისა მისთვის საშინელისა და ვითარმედ მრავალნი მცირედისა და უნდოისა შრომისათვის დააკლდებიან კეთილთა მათ საუკუნეთა. ვაიჩემდა დღისა მისთვის საშინელისა. ჯერ იყო ჩვენ და სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ხსენებაი, ხოლოაც ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთაისა უფროისად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქნებით, ოდეს ვახსენოთ იგი. ანუ მე ოდენ შემემთხვევის ესე, ხოლო თქვენ მოხარულ ხართ ხსენებითა მისითა. ესე უწყი ვითარმედ ოდეს სიტყვანი ესე მესმოდინ ბრძოლაი შემედების და მწარედ ვგოდებ და სიღრმეთაგან გულისათა სულ თვითქვამ, რამე თუ უწყი ვითარმედ არა მაქვს ნაწილი მათ თანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოზნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ, არამედ სხვათა მათ თანაზე არ ყოფად ვარ, რომელნი ქვე მოიხსენებიან, სულელთა მათ თანა ქალწულთა და მონისამის, რომელმან დახფლა ქანქარი უფლისათვისისა და სხვათა მათ თანა ცოდვილთა. ამისთვის ვიგლოვდავ ცრემლოი, ოდეს მოვიხსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვარდებით ჩვენ ცოდვილნი, ვითართა კეთილთა და საშვებელთაგან საუკუნეთა და წარუვალთა, მცირედისა და უნდოისა შრომისათვის. რამე თუ უკვე თუმცა ჭირი დიდი გვიხმდა და შჭული მცა მძიმე დადებულიყო, ჯერ იყო ეგრეთსა დადებაი თავთათვისთაი სიკვდილად და არა გამოხვებად დიდებისა მისგან. გარნავ თქვა, თუ გვაქონდა მცირედ რაიმე მიზეზი, რაითა მცა ვთქვთ, თუ ფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ, რამე თუ შრომაი დიდ იყო და ჟამი, გრძელ და ტვირთი, მძიმე,
იყო მიზეზი ესე არ არაივე გარნავ თქვა, თუ მცირედ რაიმე სიტყვა იგუეპოვებოდა. ხოლოაც ესე ვითარი სიტყვაი და მიზეზი არ არა იგუეპოების და ესე არს მწარე და ძნელ და ამას საქმეს აიგულების უძვირეს გეჰენისა წერტა იმაშინ გულთა ჩვენთაი. ოდეს მცირედისა ჟამისათვის და კნინადისა შრომისათვის სასუფეველი ცათაი დაგუჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქმელნი და მოუგონებელნი. რამე თუ ნამდვილო ჟამი მცირე არს და მოკლე და შრომაი, კნინოდენი და ფრიად სუბუქი, ხოლო ჩვენ დახსნილ ვართ და სრულიად ქვემწოლარე. კაცო, მოუაწებაი შენი ქვეყანასა ზედა არს და გვირგვინი, ცათა შინა, ჭირი შენი კაცთა შორის არს და პატივი ღმრთისაგან, სრბაი შენი ორდღე არს და სასყიდელი, საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა, ბრძოლაი ხორცითა ამით განხრწნადითა არს და ნიჭნი იგი, უხრწნელ და წაროვალ. აც უკვე დაღაცა თუ ქრისტესთვის არავინებოთ მოუაწებაი, თვით თავით თვისით იგივე შეგვემთხვევის. რამე თუ დაღაცა თუ ქრისტესთვის არა თავს იდვა სიკვდილი, თვით ბუნებით სიკვდილი თანაგაც. უკვე თუ ქრისტესთვის არა დაუტევნე საფასენი, მცირე დღა და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცარიელი განხვიდე. აც უკვე სახიერი იგი უფალი მას ეძიებს შენგან, რომელს არ იგი თვინიერნებისაცა შენისა სიკვდილი მიგიღებს, მას გენუკევს ნეფსით ქმნად, რა იგი უნებლიეთსა შემთხვევად არს შენდა. ამას ოდენ გეტყვის, რაითა უნებელი იგი თანანადები ნეფსით ქნა მისისა სიყვარულისათვის. ხედავა ვითარ ადვილარს უაწლი ესე და ტვირთი ესე სუბუქ, რომელი იგი ვეჩველად შემთხვევად არს შენდა, იგი ნეფსით ქმენ ჩემთვისო, გეტყვის ტკბილი იგი და სახიერი მეუფეი და კმა არს ჩემდა ესე მორჩილებაი. რომელი იგი სხვასა ავასხებ საფასესა, მე მავასხე და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე, ხორცთა მაგათ რომელთა სხვასა დაამონებ, მე დამამონენ და შრომაი შენი არა იქმნას ცუდ, რამე თუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლისა გარდახდითა. აც საყვარელო ესე სიტყვანი მეუფისანი ყურად იხვენ და გულისხმატყავ. რაი არს ესე რომელ ყოველსა საქმესა ზედა მას პატივს ცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს, გინა თუ სესხებაი იყოს, გინა თუ ვაჭრობაი, გინა თუ მხედრობაი, უკვე თუ სესხებაი იყოს, რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ, უკვე თუ ვაჭრობაი იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდის, მას ეზავები, უკვე თუ მხედრობაი იყოს, რომელიც აუხვი და კეთილად მიმნიჭებელი იყოს მეფეი, მას შეეწყნარები. ხოლო ქრისტეი უმეტეს ყოველთასა მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა მცირედისა და არ არა ისა შრომისაცილ და უნდოისა წარსაგებელისაცილ. არა გთნავს სესხებაი ესე, გინა ვაჭრობაი, გინა მხედრობაი მისი. რაი არს ესე სისულელე? რაი არს ესე უგუნურებაი? ყვალად გეტყვის უფალი, რაისათვის ქვედახფლავ საფასესა შენსა და მიწათა არწმუნებს საუნჯესა შენსა. მომეც მე ნამარხევად, არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქვეყანაი. მან მრავალგზის არცა თუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებით ურთ მოგცე და რომელმე მარწმუნე, ამის ჯერისათვის დიდი კეთილი გიყო. რამე თუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყვარებ მათ. აც უკვე ჩემ და მომართ დადევ ნაწილი შენი და რასაც აიქმოდი, ჩემ მიერ ქმენი და ნეტარი ყოს შენდა. უკვე თუმცა სესხება იგნებავს, მე მავასხე, უკვე თუ შენება იგნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე, მე მოგცე ადგილი უსასყიდლოდ, უკვე თუ სამკაული გიხმს, ჩემი მიიღე, უკვე თუ საჭურველი გიხმს, ჩემი შეიმოსე, უკვე თუ შიშველ ხარ, ჩემი შთაიცუ, უკვე თუ საზრდელი გიხმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ, უკვე თუ სლვა იგნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე, უკვე თუ სამკვიდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკვიდრო, უკვე თუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ხელოვანი და მაშენებელი მე ვარ.
რამე თუმე რომელსაც მოგცემს სასყიდელს არა ვეძიებ, არამედ უფრო ისღა სასყიდელი მოგცე ამისთვის მე უკვე თუ ჩემი იხმარო და სხვისა არავისი იქნა მოკენე. ამის სიყვარულისა უმეტესი რა იგების, კაცო? მე გექმნა მამა, მე ძმა, მე სიძე უხრწნელებისა, მე სადგურ, მე სამკაულ, მე საფასე, მე საფუძველ. რა იგენებოს, ყოველი კეთილი გეპოვოს ჩემთანა, ნუსა და იჭირვი, მოვედ ჩემდა, მე განგისვენო, მე შენთვის მონებად მოვედ, მე შეგიყვარე, მე ასოთ ჩემდა გიწოდე, მე ძმად და დად და დედად, მე შენთვის დაუგლახაკენ, შენთვის ჯუარს ვეცუო. შენთვის სიკვდილი თავს ვიდევ და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქვესკნელით, ზეცას შენთვის მეოხვარ მამისა, ქვეყანად შენთვის მოვედ მამისა მიერ შუამდგომელად. აც უმეტესი ამისა რა იგიხმს. ანუ რა ისათვის მეულტი მე, რომელმან ესრეთ შეგიყვარე შენ. რა დამიტეობ მე და სოფელსა ამას ხმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რა ისათვის ჯურსა განხურეთილსა შთაასხამ. რამე თუ ესრეთ არს რომელი სოფელსა ამას ხმონებდეს. რა ისათვის ცეცხლად შთააბნევ შრომათა შენთა. რა ისათვის ჰაერთას ცემ. რა ისათვის ამაოდ ხრბი შენ. არა ყოვლისავე ხელოვანებისა აღსასრული არსა. ჰე, ჭეშმარიტად. აც უკვე მიჩვენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერ არაი ძალგიც ჩვენებად, რამე თუ ამავებაი ამავებისაი, ყოველივე ამაო არს. ეკლესიასტე 1-2, ხოლო უკვე თუ ჩემთანა დასტვა ნაწილი შენი და ჩემთვის იყოს შრომაი შენი, მიგცე შენ სამკვიდრებელად სასუფეველი ცათაი და ვსუფევდე ჩემთანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა. ძმანო ჩემნო საყვარელნო, არა გესმისა სიტყვანი ესე უფლისანი. ჭეშმარიტად ამას ყოველსა მეტყვის ჩვენ და ფრიად უმრავლესსა. უკვე თუ ვისმინოთ მისი ნეტარი ყოს ჩვენ და უკვე თუ ურჩვექმნეთ ფაებაი საუკუნოი მოგვეცეს. ეჰა საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელსაც აგელებაი ამის სოფლისაი და გულის თქუმანი ბილწებისანი საწადელ არიან ჩვენ და ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი. განვიდეთხა, კაცო, სამაროვანად, მიჩვენე მამაი შენი და დედაი შენი, ანუ სხვაითვისთაგანი. გულის ხმა ყავ, რამე თუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა. სადა არს რომელი იგი ოქროითა შემკობილიყო და ოქროქსოვილი ემოსა, რომელი იგი ეტლთა ზედა ოქროქან დაკებულთა აღმხედრებულიყო და მხედრები 1000 წინაშე უვიდოდა და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთა მესცემდა, რომელთა მოსწყვილდა, რომელთა შეაწყუდევდა. სხვათა ანიჭებდა, სხვათა ადიდებდა და ჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისაი. შთაიხედენღა საფლავსა მისსა და მიჩვენე დიდება იმისი. ვერას ვხედავ გარნა მატლთა და წუთხსა, ძვალთა და ნაცარსა და მტვერსა. იგი ყოველივე აჩრდილი იყო და წარხდა, სღაპარი იყო და დაივიწყა, სიზმარი იყო და საკიცხელი ქმნა. და ჰე თუმცა აქამდე იყო სიძნელე მათი, ამავე ბაოდენ და დავიწყება. ხოლო უძვირესი ესე არს, რომელ დიდება იგი და პატივი და შვებაი და ბრწყინვალებაი აჩრდილიყო და განქარდა, ხოლო მის მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ჩვენთა ცოდვაი არა აჩრდილებ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩვენთანა ჰგიეს საუკუნესა მას. და ცხად იყოს ყოველთა წინაშე მტაცებელობანი იგი და ანგახრებანი, სიძვანი და მრუშებანი და სხვანი იგი ბოროტნი. ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოდგენ წინაშე ჩვენსა. რომლითა მეთვალითა მივხედნეთ უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტეს. რამე თუ წარდგომა იგვიხმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა და ყოველთავე საქმეთა ჩვენთა გამოძიება იყოფა დარს გამოწულილით,
და ესე ჭეშმარიტ არს და უეჩველ. ხოლო უკვე თუ ვინ ურწმუნო იქნების მერმისა მისთვის სასჯელისა, აღმოიკითხენი წინაისწარმეტყველნი და ცნოს ჭეშმარიტება ის სიტყვისა ამის, და გულისხმა ყავს საქმეთა განცა ამის სოფლისათა. მიხედენინ მათ, რომელნი აქა იტანჯებიან რომელნიმე საპყრობილეთა შინა და დილექთა წყუდიათთა შეწყუდეულნი, სხვანი მღვიმეთა შინა და ორმოთა, სხვანი ეშმაკისაგან იგუემებიან, სხვანი ცნობა მიღებულ არიან, სხვანი სენთაგან უკურნებელთა შეპყრობილ არიან, სხვანი სიგლახაკესა შინა სამარადისოსა დავრდომილ არიან, ანუ თუ სიკვმილითაცა მოსწყდებიან, სხვანი გლოვათა მწარეთა შთავარდებიან სიკვდილითა საყვარელთა მათთაითა, სხვანი ტყვეობასა და მონებასა უცხოთესლთასა მიცემულ არიან. და ვინ აღრაცხნას ბოროტნი ამის საწუთრო ისანი. აც ესე ყოველნი ცოდვათათვის იტანჯებიან. დაღაცა თუ არიან მრავალნი, რომელნი უმეტესისა სასყიდლისა მოღებად გამოიცდებიან, ვითარ იგი იობისზე იქმნა, გარნააც მათთვის არა ვიტყვი, გარნა მათ ვახსენებ, რომელნი მისაგებელად ცოდვისა მიეცემიან განსაცდელთა. საცნაურ არს უკვე, ვითარმედ უკვე, თუმცა სხვათაცა ცოდვილთა არა მიელოდა სასჯელი და სატანჯველი, არც ამცა ამათ შეემთხვეოდა ესე ვითარი აქა. რამე თუ არა ეგების ესე, თუმცა ღმერთმან ყოველთამან რომელნიმე ტანჯნა და რომელნიმე უძვირესთა ცოდვათა მოქმედნი უტანჯველად დაუტევნა, არამედ უეჭველად არს მას საუკუნესა სასჯელი და სატანჯველი მათთვის, რომელთა ცოდვანი არა აღიხოცნენა აქავე, ანუ ნებსითითა ჭირითა და სინანულითა, ანუ უნებელთა განსაცდელთა მოწევნითა. აც უკვე ესე ყოველი გულისხმა ვყოთ და სინანულითა განვიბანეთ ცოდვანი ჩვენი, რაითა საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან განვერნეთ და სასუფეველსა ცათასა მკვიდრ ვიქნეთ მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანადაუსაბამოით მამით და ყოვლადწმიდით ცხოველს მყოფელი სულითურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.